წლების განმავლობაში თავიდან იყო ძირითადად თქვათ ნავთობზე დამოკიდებულება. ნავთობისთან ერთად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაზი გახდა როგორც ერთ-ერთი წამყვანი ენერგორესურსი და შემდეგ ეხლა უკვე 21 საუკუნეში ახალი ერა იწყება, როდესაც განახლებადი ენერგია ერთვება ამ შეჯიბრში, ესე ვთქვი, ძალიან ძალუმად და სწრაფად იზრდება განახლებადი ენერგიის წილი. თუმცა უნდა ვთქვათ, ჯერ კიდევ მაინც რომ თავიდანვე მოვნიშნოთ სიდიდეები, სადღაც 75-80% მაინც არის ქვანახშირი, ნავთობი და გაზი, წამყვანი ენერგორესურსები. უბრალოდ იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილებამ შეცვალა შეხედულება, ეხლა უკვე იმდენად არ არის მათი მოპოვება პრობლემა, რამდენადაც დაწვა, იმიტომ რომ დაწვის შედეგად გაფრქვევები წარმოიშვება ნახშირორჟანგისა, რომელიც მერე კლიმატის ცვლილების წამყვანი ფაქტორია.